მადლობა, მე ნატა მახვილაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. დაიწყო პატრიოტების ეპოქა, გარდაუვალია ცვლილებები ევროკავშირში. ჩეხეთის ახალი პრემიერი ღიად ამბობს, რომ ევროპა ბრიუსელი არ არის და ქვეყნებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ საკუთარი პოლიტიკა თვითონვე მართონ. იდენტური განცხადებები დიდი ხანია გვესმის მმართველი გუნდისგან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ევრობიუროკრატიის მხილების გზაზე საქართველო მარტო აღარ არის. ამას ემატება ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ შტატების ახალი ადმინისტრაცია ღიად საუბრობს იმაზე, რაზეც ქართული ოცნება დიდი ხნის წინ აპელირებდა. პოლიტიკური თანხვედრა და ევროკავშირის ტრაექტორიის ცვლილების აუცილებლობა. რა მოლოდინია პოლიტიკურ წრეებში? ირაკლი ჭეიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ბატონ შაქარაშვილი, პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აღმასრულებელი მდივანი იქნებიან დღევანდელი გადაცემის სტუმრები. მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს, ირაკლი ჭეიშვილი გვერდებით და პირეთში ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. უკვე ძალიან ღიად საუბრობენ რომ ევროკავშირში არის ახალი რეალობა და გარდაუვალია ცვლილებები, რომ დაიწყო პატრიოტების ეპოქა. თქვენთვის არის თუ არა ეს იმის მანიშნებელი, რომ ღია დაპირისპირება მიმდინარეობს და ევრობიუროკრატებთან და რა შედეგზეა გათვლილი ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, რაც შეეხება პრობლემას დღეს ევროკავშირში, რაც არის, ამას არა მხოლოდ ჩვენ უკვე ევროპელებიც საუბრობენ, ზოგადად თუ არ შეცვალა პოლიტიკა ბრიუსელმა მთელ მსოფლიოში, მე ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი ამ გაერთიანებას არ უწევია, ფუნდამენტური ცვლილებები უნდა მოხდეს, აუცილებლად სხვა შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება ევროკავშირის არსებობა. ეხლა ზოგადად მე პრობლემა და ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ ევროკავშირის არსებობის პირიქით მისწრაფებები ჩვენით არაერთხელ განაცხადეთ, რომ ჩვენ სრულფასოვანი წევრი გავხდეთ ევროკავშირის, აქედან გამომდინარე ის, რომ ამ ორგანიზაციამ, ამ გაერთიანებამ, ესე ვთქვათ, სულგმულოს და მომავალი ჰქონდეს, აუცილებლად უნდა მოხდეს ცვლილებები შიგნით ევროკავშირში. თვითონ დაპირისპირება არის ქვეყნებს შორის, ევროკავშირში შემავალი ქვეყნებს შორის, მათ შორის გარე ქვეყნები, რომლებიც არიან ევროკავშირში შემავალი ქვეყნები, აქედან გამომდინარე პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, ეს ხელის გადაგრეხვის პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით, რაც წლების განმავლობაში ხდება, სხვა შემთხვევაში სახეს დაკარგავს, ზოგადად ნდობის პრობლემაც ისეც აქვს უკვე დღეს ევროკავშირის საზოგადოებაში, მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე ბრიუსელმა უნდა გადადგას ნაბიჯი, მაგრამ სამომავლოდ ეხლა რო ვფიქრობ უახლოეს პერიოდში რაიმე ტიპის ცვლილებები იგეგმება მაგ მიმართულებით, არ ვფიქრობ მე მსგავს, სანამ კონსერვატული ძალები ესე ვთქვათ უმრავლესობაში არ მოვლენ ევროპაში, ევროკავშირის ქვეყნებში აუცილებლად იქნება მსგავსი ესე დაპირისპირებები, მანამდე ლიბერალური ფაშიზმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ევროკავშირი არ არის დღეს რაც პოლიტიკასაც ატარებს და არ არის ეს მათი ფასეულობები და ღირებულებები. ევროკავშირის ღირებულებები და ფასეულობები ჩვენ ვიცით 10 წლების წინ რაც იყო და როგორც იყო. დღეს თავიდან ბოლომდე აქვს აგებული LGBT პროპაგანდაზე, თავიდან ბოლომდე აქვს აგებული ერთსქესიან ქორწინებაზე პოლიტიკა და ეს ოჯახური ღირებულებები თავიდან ბოლომდე აქვს გვერდით, ესე ვთქვათ, გადადებული და ჩვენ ვერ მოვალთ თანხვედრაში, სანამ ქართული ოცნების ხელისუფლება იქნება მსგავს პოლიტიკასთან. ნახეთ, პოლიტიკური თანხვედრა შტატებთან, აი პრემიერის თქმით, ის რის გამოც ადრე მაგალითად საქართველოს ხელისუფლება მოიხსენიებოდა როგორც პრორუსული, დღეს დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წევრების განცხადებებში ხშირად ისმის. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში შეარბილებს თუ არა ევროკავშირი ოფიციალურ თბილისთან მიმართებაში ტონს? ყოველ შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში დაახლოებით მეტი რაც განსაკუთრებულად უკრაინის ომის შემდეგ რა რიტორიკაც უკვე შეიცვალა ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირისგან, ზუსტად იმას საუბრობს, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში საუბრობთ დონალდ ტრამპი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია. თავიდან ბოლომდე ერთ თანხვედრაში ვართ, ესე ვთქვათ, პოლიტიკურ განცხადებების ნაწილში არაერთ გამოსვლა ჯეიდი ვენსმანს არაერთ საათობით თავის ეთერებში ისაუბრა იმაზე, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში საუბრობდით ბრიუსელზე და ევრობიუროკრატიაზე. ხა ავიღოთ დღევანდელი ვთქვათ განცხადება ვნახეთ სხვათაშორის თქვენს იმედის ეთერში ვნახე მიუნხენის კონფერენციის, უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის განცხადება, რომ უკრაინაში ომის დასრულება არ ნიშნავს ევროპაში სიმშვიდესო და მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს, რომ
იმიტომ რომ რუსეთის გადაჯგუფებების დრო და საშუალება მიეცემა. რა გამოდის, არ უნდა დასრულდეს, არ უნდა ეხლა ამ ადამიანს მხოლოდ მადლობა უნდა უთხრათ, იმიტომ რომ 3 წლის განმავლობაში და 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით მხოლოდ. ზუსტად ამ ადამიანმა ის თქვა, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ სხვისი ხელით აწარმოებდნენ, უკრაინის ხელით აწარმოებდნენ რუსეთთან ომს და ზუსტად რომ საქართველოს ხელით უნდათ ეწარმოებიათ რუსეთთან ომს. რა გამოდის ეხლა რომ მთელი დაუსრულებელი უნდა იყოს ომი რუსეთთან თან უკრაინელების ხელს არც ერთი ევროპელი ჯარისკაციც კი არა, კი ოფიციალური ჯარისკაცი ვეტერანებზე არსებობს ერთი ოფიციალური ჯარისკაცი ევროპელი არ ომობს ესე ვთქვათ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. არც ერთი. და რა გამოდიოდა რომ ანუ ჩვენ რო ჩავთვლილიყავით პროცესში ესეც უკედეგანოდ დაუსრულებლად უნდა ყოფილიყო გაგზელებულიყო საომარი მოქმედებები რუსეთის ხელისუფლებასთან ჩვენ ეს ვნახეთ 2008 წელს და რა შედეგებიც მივიღეთ ნახე და დღემდე ვიმკით ამ შედეგებს და რა შედეგით დასრულდებოდა ჩვენი ქვეყანა ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი რა ეკონომიკურ აღმავლობაზე იქნებოდა საუბარი და სტაბილურობაზე და საერთოდ რისი ზოგადად დეფიციტიც აქვს მთელ მსოფლიოში დღეს ხალხს ის გვაქვს შენარჩუნებული ჩვენს ქვეყანაში მაქსიმალურად სტაბილურობა გვაქვს შენარჩუნებული და რა ზოგადად რა ინფრასტრუქტურაზე იქნებოდა და რა ქვეყნის განვითარებაზე იქნებოდა საუბარი რომ ჩვენ საომარ პროცესებში შევსულიყავთ და ჩვენ რომ ბრიუსელისთვის და მაშინდელი ბაიდენის ადმინისტრაციისთვის დაგვეჯერებინა და ჩვენ რომ საომარ პროცესებში ჩავთვლილიყავით და აი ზუსტად ეს იქნებოდა ეს განცხადებები დღესაც რომ საქართველოში ომის დასრულება არ იქნება გარანტი ევროპისთვის მშვიდობის მომტანი არ იქნებოდა ანუ ეს განცხადებები რასაც დღესაც აკეთებ და რასაც ჩვენ ვამბობთ ზუსტად მადლობა ამ ადამიანებს ფარ და კიდევ ერთხელ აეხადა ზოგადად რეალურად რომ ევროპა და დანარჩენი მსოფლიო ბაიდენის ადმინისტრაცია განსაკუთრებით სხვისი ხელით აწარმოებდა ომს რუსეთთან. ამას ებრძვის ზუსტად 1 წლის განმავლობაში ტრამპი. რატო ვერ ამთავრებს ტრამპის ადმინისტრაცია და ზოგადად დონალდ ტრამპი რუსეთთან ომს? იმიტომ რომ თანხwebdriverში ვერ მოდის ევრობიუროკრატიასთან. თანხwebdriverში ვერ მოდის და ამიტომ და დიდი ხნის წინ იქნებოდა დასრულებული ომი დღეს უკრაინა-რუსეთს შორის ომი. ისიც რა ევროექსიტი ფაქტობრივად დაანონსა ტრამპმა. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში რა გამოწვევების წინაშე იქნება მაშინ საქართველო? ანუ ევროექსიტი და პლუს ევროექსიტი ფაქტობრივად დაანონსა ტრამპმა და პლუს ცივი ომი დაიწყო ევრობიუროკრატებთან. ამ შემთხვევაში რის წინაშე დგება რა საკითხის წინაშე დგება საქართველოს ზოგადად სამხრეთ კავკასია, იმიტომ რომ კონფერენცია გვაქვს გარკვეულწილად ტრაექტორია, დიახ. ეხლა კონფერენცია გვაქვს ზუსტად 17-ში, 18-ში, მგონი რამდენადაც ვიცი, ზუსტად ხო 17-18-ში. გულისხმობთ ევროპული საბჭოს სამიტს? კი. დიახ, თუნდაც ამ ფონზე საკმაოდ საინტერესოა, რომ მომავალ კვირას 18-19 დეკემბერს არის ეს სამიტი და ყოველ შემთხვევაში იყო ხოლმე ყოველთვის შანტაჟის თემა და ხელის გადაგრეხვის პოზიციონირება იმ მხრიდან, რომ ვიზა ლიბერალიზაციაზე იყო ვაჭრობა. ამ შემთხვევაში რა კი ბატონო, მე ახლა მან ამ შემთხვევაში არა განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდებით ამ ეტაპზე ნეტარ ღმერთით უცდებოდეთ და იყოს სიახლეები და ურთიერთობის ესე ვთქვათ რაღაც ეტაპი დათმობის გადაიდგას კავშირის ქვეყნებთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერ ჩვენ არაფერს არ ველოდებით, ისე რა ვიცი, მაგათ ტონს ყოველ შემთხვევაში არ ეტყობა, ისევ ეს მუქარა, ისევ ის ხელის გადაგრეხები, მათი ევროკავშირის ესე ვთქვათ ლიდერების მიერ არაერთი განცხადება მოწმობს ამას და ის რომ 4 ოქტომბერს რაც მოხდა პრეზიდენტის სასახლეს და დღემდე არ დაუგმია არც ერთ ევროკავშირის ლიდერს და აქედან გამომდინარე ხა ტრამპის შემთხვევაში რიტორიკა ერთი გვაქვს ევრობიუროკრატიის მიმართ წეღანდელ კითხვას რაც დამისვით ანუ გავაგრძელებ რიტორიკა ერთი გვაქვს მოლოდინები ერთი გვაქვს თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი არის დამოკიდებული რაც შეიძლება მალე დასრულდეს ყოველ შემთხვევაში ტრამპს აქვს გეგმა რომ წლის ბოლომდე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი და აქედან გამომდინარე ყველაფერი მიხვდება და ხელისშემშელი ფაქტორები კიდევ ერთხელ ვამბობ ის არის რომ ერთსულოვნება არ არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი და საუბრობს კიდევ ერთხელ ვამბობ არაერთი თანამდებობის პირი რომ უკრაინა-რუსეთს შორის დასრულებული ომი არ ნიშნავს იმას რომ გარანტირებულად ჩვენ მშვიდობა გვექნა ანუ უკიდეგანო და უნდა იყოს ესე ვთქვათ მუდმივ საომარ პროცესში უკრაინა. ეს არის პოლიტიკა ზოგადად ტრამპის 1 წლის განმავლობაში ამ ადამიანს უნდა რომ მაქსიმალურად მალე დასრულდეს ომი რუსეთ-უკრაინის და რაც ჩვენ გვინდა, რავი, დაწყების დღიდან დღემდე. რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი და მალე და ესე ვთქვათ იყოს რაც შეიძლება მალე დაისადგუროს მშვიდობა უკრაინაში.
ნახეთ, ვინაიდან უკრაინის თემაზე აპელირებთ, მინდა გკითხოთ, რომ ლეგიტიმურობის ომი ფაქტობრივად არის და ზელენსკი ახალი არჩევნებისთვის მზადაა, მაგრამ ერთი პირობით, ვინ იქნება უსაფრთხოების გარანტორი. მოვლენების განვითარებას როგორ ელოდებით ამ შემთხვევაში? მოვლენების განვითარებას ზელენსკის ზოგადად პროგნოზი დაართულია. ზელენსკის თავიდან იყო შეცდომა ამ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა და რაც მოუტანა ამ ადამიანმა ზოგადად ეხა ომში აქვეყანა და არ მინდა კონკრეტული რაღაც შეფასებები ვაკეთო ქვეყანას, ყველასთვის ეს არის ნათელი და ეხა მე ვფიქრობ კიდევ ზელენსკი რომ ხელისუფლებაში ესე ვთქვათ დარჩეს, ეს იქნება ქვეყნისთვის, უკრაინისთვის ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ რა ეს მათი შიდა ესე ვთქვათ პოლიტიკური პროცესებია და ყველანაირი ჩარევის როგორც ჩვენ არ მოგწონს ჩვენ პოლიტიკურ პროცესებში ერევა გარეძალები აქედან გამომდინარე თავისი შევიკავები და ვნახოთ პროცესები როგორ განვითარდება თავიდან ბოლომდე არის დამოკიდებული თუ რა ტემპით და და როგორ დასრულდება უკრაინა რუსეთს შორის ომი აქედან ამაზე იქნება აბსოლუტურად ყველაფერი დამოკიდებული. გასაგებია. მშვიდობა და ურთიერთნდობა მდგრადი მომავლის უზრუნველს საყოფად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშხაბადში საერთაშორისო ფორუმზე შეკრებილ სახელმწიფოთა ლიდერებს უთხრა, რომ მსოფლიო წესრიგზე დაფუძნებული პრინციპები საქართველოსთვის მთავარი საგარეო პრიორიტეტია და ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციის პირობებში მთავრობის სახელმძღვანელო სტრატეგია სტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდელზე აგებული. რადიკალებში, მაგალითად აშხაბადში პრემიერის ვიზიტმა აჟიოტაჟი გამოიწვია. რა არის გარე პატრონების დაკვეთა ახლა როგორ ფიქრობთ და რამდენად მიღწევადი საკითხი იქნება ეს? ზოგადად პრემიერის ესე ვთქვათ გამოსვლა ყველამ ნახა თუ როგორი გამოსვლა და კიდევ ერთხელ თქვა მთელ მსოფლიოს გააგონა ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრმა კონკრეტულ ვიზიტთან დაკავშირებით და ვიზიტთან ყოფნის პერიოდს იქ რომ ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა ამ კონკრეტულ ესე ვთქვათ კონფერენციას კი ნახე ჩვენ ესე ქვეყნის მტრების შეფასება ანუ რა გამოდის ახლა თუ ევროკავშირში მივდივართ აღმოსავლეთის ქვეყნებს არ უნდა ვესაუბროთ თუ იქეთ აღმოსავლეთისკენ არ უნდა გავიხედოთ ახლა შუა აზიის ქვეყნების ყველა ლიდერს შეხვდა დონალდ ტრამპი აბსოლუტურად და ჩინეთის პირველ პირს უმასპინძლა სი ძინპინს უმასპინძლა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა და რა გამოდის ახლა იმათვის თუ შეიძლება რომ ამ ქვეყნების ლიდერებთან კონდეთ ურთიერთობა სტრატეგიული მეგობრული თუ ყოველ შემთხვევაში სამომავლო ურთიერთობის დათმობაზე შეუძლიათ საუბარი ჩვენ რატომ არ შეგვიძლია კონფერენციაში მონაწილეობა მივიღოთ კაცო რუსეთს აქვს თავისი პოლიტიკა ჩვენს პოლიტიკას ეროვნულ პოლიტიკას ვატარებთ რა გამოდის ახლა პუტინი რო გაეროში გამოვიდეს სიტყვით იქ ჩვენ გავიქცეთ იმ ტრიბუნიდან მაინტერესებს და პუტინო ჩავიდეს გაეროში ჩვენ რა ვქნა პრემიერი აღარ გამოვიდეს იმ ტრიბუნაზე? ოპოზიცია სპეკულირებდა იმაზე რომ ესო გარკვეულწილად რომ პოლიტიკური გემოვნების საკითხზე მიანიშნებსო და როგორ ფიქრობთ რამდენად რელევანტურია ეს არგუმენტები ამ შემთხვევაში? ოპოზიციის მოსაწონს ქართული ოცნება ვერ და არ გააკეთებს ეს არის გამორიცხული აქედან გამომდინარე ქვეყნის მტრების ესე ვთქვათ შეფასებებზე კომენტარებით თავს აღარ შევიწუხებ. გასაგებია, მაგრამ მაინტერესებს როგორ ფიქრობთ, როგორ განვითარდება პროცესები ამ შემთხვევაში საქართველოში. ოპოზიცია ცდილობს მაინც, როგორც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალოს იგივე დაუშვათ ახლა აკრძალვებთან დაკავშირებით აქციებს ვგულისხმობ, არის გარკვეულწილად სიტყვებზე წამოკიდება, მაგალითად რომ ტროტუარზე თურმე არ შეიძლება აქციის გამართვა და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს დირექტივა წამოსული დაუშვათ ქვეყნის გარე აქტორების მხრიდან თუ ამ შემთხვევაში ისე ლოკალურად თავიდან რა თქმა უნდა თავიდან არა ლოკალურად არ მოქმედებენ მაგათ საერთოდ დღის წესრიგი არა აქვთ თავიდან ბოლომდე დაკვეთას ასრულებენ ესე ვთქვათ დღევანდელი ევრობიუროკრატებისგან კონკრეტულად ბრიუსელისგან საკუთარი აზრი გეგმა სტრატეგია მაგათ არ გააჩნიათ 4 ოქტომბრის აქციიდან დაწყებულად პრეზიდენტის სასახლესთან მოხდა დღევანდელ დღემდე და მანამდე ეს არის სონდა ფინანსების წყარო მაგათ შეუმცირდა რა თქმა უნდა ჩვენ რაც კანონი მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ მაგის შემდეგ, მაგრამ თავიდან ბოლომდე ხარ ვერ გავიხსენებთ ვერცეთ კანონს, ვერ გამახსენებთ რომ ჩვენს მიერ მიღებული კანონი ამ ერთი წლის განმავლობაში თუნდაც წინამოწვევაში რომ ოპოზიციის ყოფილიყო მოსაწონი და გამოსულიყვნენ და რაღაც დადებითი შეფასებები გაიკეთებინათ ქვეყნის სასიკეთოდ მიღებულ კანონზე. გამორიცხულია რომ მაგათ რაიმე ჩვენი გადადგმული ნაბიჯი მოსწონეთ. ანუ ის რომ მაქსიმალურად უნდა იყოს დესტაბილიზაცია ქვეყანაში, უნდა იყოს ქაოსი ქვეყანაში, წააგეს ერთი არჩევნები, წააგეს ორი არჩევნები, ყველამ დაინახა თუ როგორ წააგეს, რა ვიცი ოპოზიცია
პრაქტიკულად საქართველოში რადიკალური ოპოზიცია დაშლილია თავიდან ბოლომდე. ეხლა საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეიძლება შევიტანეთ აკრძალვაზე, დაველოდებით პროცესებს და ნახოთ, აბა როგორ განვითარდება, რა როგორ იქნება. აქედან გამომდინარე იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ქვეყნის მტრები, რომელსაც დღეს ოპოზიცია ქვია სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, მოშორდება პოლიტიკურ ველს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეხლა კი მივესალმებით ჩვენს მეორე სტუმარს, ვატო შაქარიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში, პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აღმასრულებელი მდივანი. მოგესალმებით ბატონო ვატო, რომ დავიწყოთ პრემიერის ვიზიტით აშხაბადში. როგორ ფიქრობთ, მთავარი ბენეფიტი რა არის, რაც მსგავს ღონისძიებებში ქვეყანას მოუტანს? როგორ ფიქრობთ, რა იცით რატომ გეკითხებით, ოპოზიცია ხშირად სხვადასხვა თემებზე აპელირებს, რომ პუტინის გვერდით დადგომა და სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტო ამასთან დაკავშირებით, როცა ერთგვარი family photo გადაიღეს ლიდერებმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის პოლიტიკური ბენეფიტი, როდესაც პრემიერი მსგავს სახის ღონისძიებებში მონაწილეობს? საგამომშვიდობის მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ბოდის გიხდით, რომ ამ ფორმით კერპებით გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო. ისე მოხდა საქართველოში წლების განმავლობაში ოპერაციით, რასაც ერქვა ტვინის გამორეცხვის ოპერაცია, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დააჯერეს, ისიც კი დაავიწყეს, თუ გეოგრაფიულად საბდებარეობს საქართველოს, ზოგს გონია, რომ სადღაც საფრანგეთსა და გერმანიას შორის ვართ, ზოგს გონია, რომ ნევადასა და კალიფორნიის შტატებს შორის ვართ, მაგრამ რეალურად ვართ იქ, სადაც ვართ და ჩვენი მეზობლები არიან რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და უფრო ფართო სამეზობლოს ნაწილი არის ის რეგიონი, სადაც იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი სტუმრად და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ რეგიონის ქვეყნებთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს, დაკავშირებული ვართ ისეთი პროექტებით, როგორიც არის მაგალითად ტრასეკას დერეფანი, რომელიც არის შუა დერეფნის ნაწილი ასევე და უნდა აღინიშნოს, რომ ეს სავაჭრო გზა არის საქართველოს პოტენციალის, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი პორტებისა და ჩვენი რკინიგზის მათ შორის უდიდესი ნაწილი დატვირთულია სწორედ იმ ტვირთებით, რომელიც ამ რეგიონიდან მოდის და შემდეგ ნაწილდება დასავლეთის ქვეყნების მიმართულებით და ეს ის რეგიონია, რომელი რეგიონის 5 ქვეყნის წარმომადგენელიც დონალდ ტრამპს ვაშინგტონში ყავდა სტუმრად რამოდენიმე კვირის წინ და რომელმაც ისაუბრა პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა ამ რეგიონის მნიშვნელობაზე, იმ რესურსებზე, რომელიც არის ამ ქვეყნებში და რეალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც არის სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის და ზოგადად სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ნაბიჯი, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის რეგიონი, რომელთან თანამშრომლობაც მოუტანს ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრ სარგებელს, იმიტომ რომ აქ საქართველოში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დააჯერეს, რომ ეს ხელოვნურად კეთდებოდა, ეს შეგნებულად, მიზანმიმართულად კეთდებოდა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება ყოფილიყო კონტროლირებადი, რეგულირებადი ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანას არ მისცემოდა საშუალება გაძლიერებულიყო ეკონომიკურად, რაც ეკონომიკური გაძლიერება შემდგომში უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენული პოლიტიკის წარმოებას, რთული ხდება შემდგომ მისი კონტროლი და მის შიდა საქმეებში ჩარევა და რა თქმა უნდა ეს არ აწყობდათ შესაბამის ძალებს და წლების განმავლობაში აწარმოებინეს ჩვენ ქვეყანას ასეთი არასუვერენული პოლიტიკა, უნდა მიგვეღო რაღაც გარკვეული გროშები, დახმარებები ამერიკის შეერთებული შტატებიდან თუ ევროკავშირიდან და ამაზე ეცხოვრა მუდამ საქართველოს გაჭირვებაში, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში და ვერ უნდა მიეღწია ეკონომიკური განვითარების ისეთი დონისათვის და ისეთი ეტაპისათვის, საიდანაც ჩვენი ქვეყნის უკან დახევა იქნებოდა რთული, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა იქნებოდა რთული. ეს არის ჩვენი რეალური უსაფრთხოების გარანტია, ეს არის ჩვენი რეალური სტაბილურობის გარანტია, ეს არის ჩვენი რეალური ეკონომიკური განვითარების გარანტია და არა ის რაღაც ეფემერული აბსურდული მიზნები,
როგორც არის ევროატლანტიკურ კონსტრუქტორებში გაწევრიანება და ასე შემდეგ. ნახეთ, თქვენ საუბრობთ დისკუსიის გახსნაზე ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. ასევე ქართული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე გააკეთეთ აქცენტი. აი, როგორ ფიქრობთ, მაშინ როცა კონსტიტუციაში გვიწერია ევროპასთან ინტეგრაცია, რამდენად მარტივი იქნება ამ საკითხის დაყენება? პირველ რიგში ეს ბარიერი უნდა მოვაშოროთ ჩვენ ქვეყანას, ეს არის რეალურად ბორკილი, რომელიც ჩვენ ქვეყანას დაადეს წლების წინ იმისათვის, რომ არ მოგცემოდა საშუალება გვეწარმოებინა რეალური სუვერენული პოლიტიკა, გვეხმძღვანელა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით და ეს არის რეალური მარწუხი, რომელიც ჩაგვაწერინეს საქართველოს კონსტიტუციაში, ამიტომ პირველ რიგში უნდა გადაიხედოს და უნდა მოხდეს ამ პარადოქსული ვითარების გამოსწორება, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომელიც მთელ სახელმწიფოს ავალდებულებს ისეთი კავშირისკენ სვლას, რომელი კავშირიც თავად იძახის უკვე დეკლარირებულად, აღიარებულად, ოფიციალურად გაფართოებაზე უარს და არა მარტო მისი გაფართოება არის დასრულებული, არამედ საერთოდ ამ კავშირების ხვალინდელი დღე დადგა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ. ევროკავშირიც და ნატოც წლების განმავლობაში დაავადეს ხელოვნურად და ევროკავშირსაც და ნატოს იმავე ძალა უკეთებს საკონტროლო გასროლას, რომელმაც ამ ძიმემდგომარეობამდე მიიყვანა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ნახეთ, ევროექსიტის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება, მით უფრო იმ ერთგვარად ცივი ომის ფონზე, რომელიც ტრამპმა დაუანოს ევრობიუროკრატებს. მაშინ რა მოცემულობას მივიღებთ? ფაქტობრივად მივიღეთ რეალობა, რომ ევრობიუროკრატიის მხილების გზაზე საქართველოს უკვე მარტო აღარ არის. აი, როგორ უნდა იმოქმედოს ქვეყანამ, როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის პოზიციონირება? საქართველოს რეალურად მართლაც იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც იმ ძიმე მდგომარეობაზე, რაშიც იმყოფებოდა ევროკავშირი, იმ ღირებულებით დეგრადაციაზე, იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებზე ღიად დაიწყო საუბარი. მაშინ, როდესაც ეს საუბარი იყო დასჯადი და აი ამ ასეთი მკვეთრი მკაფიო სიმართლის თქმის გამო ჩვენ ქვეყანას მოუწია, რომ გადაეტანა არაერთი რევოლუციური მიძალება, არაერთი რევოლუციური სცენარი, დესტაბილიზაცია ქვეყნის შიგნით, რომელიც იგეგმებოდა სწორედ და ხორციელდებოდა ამ ძალების დავალებით და შიდა აგენტურული ქსელის მეშვეობით. იმიტომ რომ საქართველოს თქვა სიმართლე და ეს საქართველოს გააკეთა პირველმა. და გასათვალისწინებელია აუცილებლად კონტექსტი, რომ საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოს აქვს სხვა არაერთი გამოწვევა, გვაქვს მცირე ეკონომიკა, ვცხოვრობთ რთულ რეგიონში და მაინც ჩვენ ეს გავბედეთ, გავაკეთეთ, თქვით და ახლა არის აი ამ ესე ვთქვათ, კურსის ადეკვატური გაგრძელება აუცილებელი და ჩვენ ამ კურსის ადეკვატურ გაგრძელებად მიგვაჩნია, რომ ქვეყანა საბოლოოდ გამოვაფხიზლოთ, გამოვაღვიძოთ ევროილუზიიდან, ამოვიღოთ საქართველოს კონსტიტუციიდან ჩანაწერი, რომელიც ხელს გვიშლის. ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი იმისათვის, რომ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები მოვიყვანოთ შესაბამისობაში ახალ მსოფლიო წესრიგთან. ახალი მსოფლიო წესრიგი რო დამყარებულია და ჩვენს თვალწინ ეს გაფორმდა, ამის ნათელი დადასტურება არის ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების სტრატეგია, რომელშიც აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, რომ დასრულდა ცივი ომის შემდგომი პერიოდი, სადაც ამერიკას გააჩნდა ჰეგემონია, იყო უნიპოლარული სამყარო, ეს ასე ვეღარ იქნება. ამას ეს უკვე კითხვის ნიშნის ეს სადაო საკითხი აღარ არის, ამიტომ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები არ უნდა დარჩეს იქ, რაც უკვე დაინგრა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა შეგნებულად მოვაყოლოთ ნანგრევებში და ამას რა თქმა უნდა არ დაუშვებთ. ამიტომ არის ინიციატივა ჩვენი მხრიდან, რომ სასწრაფოდ გაიხსნას დისკუსია ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, სასწრაფოდ გადაიდგას ნაბიჯები, რომ
გამოვიდეთ ამ პარადოქსული მოცემულობიდან საკონსტიტუციო ჩანაწერი მაქვს მხედველობაში და ჩვენი საგარეო პრიორიტეტები მოვიყვანოთ შესაბამისობაში ახალ სოფლიო რეალობასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენ ამას გავაკეთებთ თუ არ გავაკეთებთ, გადავდგამთ ამ ნაბიჯს თუ არ გადავდგავთ, ეს პროცესები ჩვენგან დამოუკიდებლად მაინც განვითარდება. კი ბატონო. ამიტომ მაგრამ თუ ჩვენს გარეშე განვითარდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ რეალურ შანსს იმისა, რომ ამ ფორმირების პროცესში გქონდეს ადეკვატური პოზიცია, გქონდეს კონკრეტული ხედვა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით, რამაც უნდა მოგვაპოვებინოს ჩვენი ღირსეული ადგილი ამ ახალ მსოფლიო წესრიგში და ნამდვილად გვაქვს ჩვენ ამის პოტენციალი. იმავე დოკუმენტში ძალიან დიდი ადგილი და პრიორიტეტი ეთმობა ეკონომიკურ დიპლომატიას, კომერციულ დიპლომატიას. რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც შეგვიძლია დავინახოთ იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშხაბადში. ერთ-ერთი გამოვლინება. საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი. ჩვენ უბრალოდ თავში როგორც დავიწყე, ეს ხელოვნურად მოახვიეს თავს ჩვენ ქვეყანას, რომ დამოუკიდებლად არ შეგვიძლია მივახციოთ მაღალ ეკონომიკურ განვითარებას, მოვიპოვოთ რეალური უსაფრთხოების გარანტიები, გქონდეს პოლიტიკური სტაბილურობა გრძელვადიანი, გქონდეს მშვიდობა. გვაქვს ამის რესურსი, გვაქვს ამის პოტენციალი. ეს ჩვენ განგებამ განგვისაზღვრა. ეს ადგილმდებარეობა, გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა დღეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ვიდრე ოდესმე. ამიტომ ჩვენ ეს შანსი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ და პრაგმატულად. ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში, სად არის საქართველო და აქვე მინდა გკითხოთ, უკრაინაში ომის დასრულება ევროპაში მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს, აცხადებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე და აღნიშნავს, რომ ნამდვილი გამოწვევები სწორედ ომის დასრულების შემდეგ დაიწყება, როცა რუსეთს გადაჯგუფების დრო და საშუალება მიეცემა. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში საქართველო რა გამოწვევების წინაშე დგას? ესე იგი ეს ძალები მიეჩვევნენ იმას, რომ ყოველთვის სხვა ეწირებოდა მათ ინტერესებს და სხვა კვდებოდა მათი უსაფრთხოებისათვის. ეს ასე ვეღარ გაგრძელდება, ეს ასე აღარ გაგრძელდება და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველო გამოყენებულ იქნას პროქსი სახელმწიფოდ, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ისტორია, აწყო, მომავალი გამოყენებული იქნას აი ამ ძალების, ამ ადამიანების, ესე ვთქვათ, ინტერესებისთვის და უსაფრთხოების დაცვისთვის. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე გვაქვს პირველ რიგში მისახედი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ დევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გასაღები არ არის გრევის და კვდომის რეჟიმში მყოფი ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. არამედ ჩვენი ქვეყნის რეალური უსაფრთხოების გარანტია, მყარი და გრძელვადიანი არის ჩვენი ქვეყნის ნეიტრალური სტატუსი. კი ბატონო. აი მასალ მსოფლიო წესრიგში ამის შანსს თუ ეს მიუწვდომელად, თუ ეს დაუჯერებელად ჟღერდა წლების წინ, დღეს ეს არის რეალობა, დღეს ჩვენი ქვეყანა ამ მიზანთან არის ძალიან ახლოს და გარემო პირობები, არაერთი გარემოება არის შექმნილი იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ, რომ ეს არის რეალობა ჩვენს წინ და ყოველი დღე ამ ევროილუზიაში გატარებული, ყოველი დღე, როდესაც ცხოვრობთ აი ამ კონსტიტუციური დოგმის ფარგლებში 78 მუხლი მაქვს მხედველობაში არის ამ შანსის ხელიდან გაშვება. ამიტომ ამბობთ, რომ სასწრაფოდ არის კონკრეტული მკაფიო ნაბიჯები გადასადგმელი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენს ეთერში ვატო შაქარიშვილი, პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აღმასრულებელი მდივანი საუბრობდა. მე კი ამით უკვე გემშვიდობებით მომდევნო ხუთშაბათამდე.